ესეთი სახის კონფერენცია პირველად ტარდება საქართველოში და მართლაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს რაც დღეს საქართველოში ხდება, კერძოდ დღეს ჩვენი სპორტისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აღნიშნული კონფერენცია არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული მხარდაჭერილი ოლიმპიური კომიტეტის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, რომელიც დაფუძნა საქართველოში მოგეხსენებათ და მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენ სტუმრებს, რომ ჩამობძადნენ ის ექსპერტები, საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრებენ ჩვენთან და რაც მთავარია, მე მინდა აღვნიშნო ის დამოკიდებულება, რომელიც არსებობს საქართველოს მთავრობის მხრიდან და ბატონი ირაკლის მობრძანება და მონაწილეობა და გახსნა ამ კონფერენციის დამადასტურებელია იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან გულისყურით ეკიდება სპორტს, მის განვითარებას. ჩვენ მოგეხსენებათ სპორტის პოლიტიკის დოკუმენტი მივიღეთ რამოდენიმე კვირის წინ. ეს მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც საქართველოში არ არსებობდა და ამაზე ჩვენი მეგობრები ბატონი თამაზი ვრცელ ასე ვთქვათ ანგარიშს ჩაგაბარებთ, მაგრამ ის მოვლენა, რომელიც მოხდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სპორტის განვითარებისთვის და მე მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთად და განვიხილავთ იმ პრობლემებს, რომელიც გვაქვს სპორტის მიმართულებით, იმ პერსპექტივებს, რაც გააჩნია საქართველოს მთლიანობაში სპორტის განვითარების კუთხით. ამიტომ კიდევ ერთხელ მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ვიმედოვნებ ეს ორი დღე იქნება მეტად საინტერესო და რა თქმა უნდა, ეხლა მისასალმებელი სიტყვა, მაგრამ ჩვენთვის დიდი პატივია, მე სიტყვა გადავიდე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან და მივესალმოთ, თუ შეიძლება. მოგესალმებით, დიდი მადლობა ლევან. მივესალმები კონფერენციის მონაწილეებს და მივესალმები ჩვენს პატივცემულ სტუმრებს. ნამდვილად მისასალმებელია, რომ დღევანდელი კონფერენცია საქართველოს სპორტის განვითარებას ეძღვნება და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ სპორტს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. რადგან სპორტის სათანადოდ განვითარების არ ყარა მხოლოდ ცალკეული ადამიანების და სპორტსმენების ძალისხმევა. საჭიროა სახელმწიფო მიზრუნოს და მეტი ყურადღება დაუთმოს სპორტს. უკანასკნელი 10 წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში პირველად ტარდება სპორტის განვითარების საკითხებისადმი მიზრუნი ღონისძიება, რომელიც მართლაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა მთავრობამ უკვე გადადგა ნაბიჯები სპორტის განვითარების კუთხით. მთავრობა მხოლოდ მოკლევადიანი კონკრეტულ გეგმებით არ შემოიფარგლება, არამედ ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი და რაც თავარია სისტემური ხედვა ამ მიმართულებით. სულ ახალხანს ჩვენ დავამტკიცეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც სპორტის სახელმწიფო პოლიტიკას ეხება და განსაზღვრავს სპორტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს. ამ პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისთვის ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ჩვენ ყველამ ერთად. მინდა გითხრათ, რომ მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ სპორტს ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან და სახელმწიფო დაფინანსება ქართული სპორტის განვითარების საქმეში იყოს სოლიდური და ადეკვატური. ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით. ჩვენს მიერ შემუშავებული პოლიტიკით ხელი შეეწყობა რეგიონულ საფეხბურთო გუნდებს, ახალგაზრდულ ფეხბურთს და ველით, რომ ეს აუცილებლად დადებითად დაისახება ქართული ფეხბურთის განვითარებაზე და აღორძინებაზე. ამასთან ერთად ჩვენ ყოველ მხრივ შევუწყობთ ხელს ინვესტიციების შემოსვლას და დაფინანსების გზების მოძიებას, რომელიც მოხმარდება ქართული სპორტის განვითარებას. პირველ რიგში აუცილებელია სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება ამ სფეროში. საკანონმდებლო ბაზა უნდა გახდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული არბიტრაჟის საკითხის მოგვარებაც. მოგეხსენებათ, რომ სპორტის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფრასტრუქტურის განვითარებას. განვითარებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ჩვენს ხალხს საშუალებას მისცემს მასობრივად ჩაერთოს სპორტში. ხელს შეუწყობს იმას, რომ სპორტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველასთვის
და საყოველთაო. იმისაც რომ სპორტი საქართველოში გახდეს საყოველთაო და ყველა თაობის ადამიანს ხელი უნდა შევუწყოთ, რათა მათთვის სპორტის ცხოვრების ნაწილი გახდეს ძალიან ჩვეულებრივი. სპორტი პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომაც უდიდეს მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების სპორტულ აღზრდასა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ შეზღუდული შეძლებლობის მქონე ჩვენს მოქალაქეებს, რადგან მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა. ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს და მოვაწყობთ შესაბამის სპორტულ ინფრასტრუქტურას. სპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ასევე საფუძველი ჩაეყაროს სპორტულ ორგანიზაციებს, ფედერაციებს და სპორტულ კლუბებს შორის ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობას. ჩვენ მივესალმებით დიალოგს ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის და ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას. ასევე მინდა გამოვყო რომ და აღნიშნო რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობას. ჩვენ შევიმუშავებთ ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენისა და ხელშეწყობის პროგრამებს, რათა საქართველო უფრო ღირსეულად წარდგეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ასევე ოლიმპიურ თამაშებზე. საჭიროა თანამშრომლობა ყველა სამთავრობო და არასამთავრობო სპორტულ ორგანიზაციებს, კერძო პირებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის, იმისთვის რომ გაფართოვდეს და გაუმჯობესდეს პროფესიული სპორტის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი არაერთი ბიზნესმენი აფინანსებს სახელოვან სპორტსმენებს, ისინი კეთილსაქმეს აკეთებენ და ეწევიან ქველმოქმედებას. მინდა შევთავაზო მათ ახალი ხედვა, რომ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ ახალგაზრდა, დამწყებ და უკვე პროფესიონალ სპორტსმენების პერსპექტივის მომავალში ინვესტირების კუთხით ჩადონ ინვესტიციები და მერწმუნეთ, რომ ისინი მიიღებენ უკუგებას და რასთავარია ეს ყველაფერი წაადგება ჩვენს ქვეყანას. და ჩვენ ყველანი ვიამაყებთ ამ საქმით. ახლა რაც შეეხება ოლიმპიური მოძრაობის თემას, მინდა აქვე რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ საკითხს. ჩვენ ყოველთვის ყავდა სახელოვანი ოლიმპიელები და თვალსაჩინო წარმომადგენელი ყავს ბატონი ლერი ხაბელოვის სახით, რომელმაც მთელ მსოფლიოში გაუთქვეს სახელი ჩვენს ქვეყანას და ნამდვილად ვამაყობთ ამ ადამიანებით. და თუნდაც ამ ტრადიციიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველა პირობა შევქმნათ იმისთვის, რომ მსოფლიო ოლიმპიურ მოძრაობაში საქართველოს თავისი ღირსეული ადგილი ეკავას. სპორტის ზოგიერთ სახეობაში ჩვენ ყავს მსოფლიოში სახელგანთქმული სპორტსმენები, როგორც აღნიშნე, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავაყოფილდეთ ამ სპორტ წარმატებებით. ჩვენ შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ და რასთავარია, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ახალი ვარსკვლავების გამოვლენას. მათი ვარჯიშისათვის საუკეთესო პირობების შექმნას. სპორტის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა ბევრ ამას სასიკეთოდ შეცვლის ქართულ სპორტში, სპორტის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებაში და კიდევ უფრო გაზრდის ინტერესს ქართული სპორტის მიმართ. მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენთაგანის მოსაზრება, თქვენი ხედვები ქართული სპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმენთ ბუნებრივია ყველა დაინტერესებულ მხარის აზრს, ვითანამშრომლებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა ექსპერტებთან, კერძო პირებთან, ყველასთან, ვინც ამ პრობლემაზე მუშაობს და ვისაც ნამდვილად ახერხებს ქართული სპორტის მომავალი და მისი ბედი. ჩვენ ასევე განსაკუთრებულ ყურადღება დავუთმობთ განვითარებულ ქვეყნების გამოცდილებას ამ სფეროში და ყურადღებით მოვისმენთ ჩვენი უცხოელი მეგობრების რჩევებს და რეკომენდაციებს. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ძალიან გამოგვადგება ამ საქმეში, სპორტის განვითარების კუთხით. დასავლური გამოცდილების გაზიარება დაეხმარება ქართულ სპორტს გახდეს უფრო პოპულარული, უფრო პრესტიჟული და შემოსავლიანი. ისე როგორც ეს თანამედროვე მსოფლიოშია. საქართველომ რა თქმა უნდა ფეხი უნდა აუწყოს დასავლეთს, ცივილიზებულ სამყაროს და ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საერთაშორისო ასპარეზზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ამის საკმარისი საშუალებები აქვს. და ბოლოს მე მჯერა, რომ დღევანდელ შეხვედრაზეც გამოითქმება საინტერესო მოსწრებები, საინტერესო ხედვები და ისახება გეგმები, რომლებიც ხელშეუწყობს ქართული სპორტის წინსვლას და ჩვენი სპორტსმენების წარმატებებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
აქ ჩვენ შევიმუშავეთ დეკლარაცია, რომელიც არის წარმოდგენილი აი ამ ბანერზე და მე მინდა ვთხოვ ბატონ ირაკლის თქვენი ხელმოწერით დავადასტუროთ მხარდაჭერა სპორტისადმი. ბატონო მინისტრებო, განმარტებულ თამაშს შეიძლება ჯერ ოფიციალურები წერდნენ.